მოგესალმებით ჩვენო მაყურებელ გამომწერებო. პირველ რიგში ყველას გიხდით მადლობას ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, არხის გამოწერისთვის და მეორე რიგში ყველას გთხოვთ რა გააკეთოთ? გამოიწეროთ არხი. ცოტა მომახიანთ, გამოიწეროთ. მიკროფონში კარგად ისმის. ამათი ენერგია. მოკლედ, მნიშვნელოვანია არხი გამოიწეროთ, იმიტომ რომ 70% არ გაქვთ არხი გამოწერილი. გამოიწერეთ არხი, რომ ესეთ კაი ვიდეოები შემოგთავაზოთ, როგორც დღეს უნდა იყოს. დღეს წარმოდგენილები ვართ 4 მანქანით. პირველი არის დიახ, პირველი არის ACOS JX 460 სტანდარტული დაკიდების სისტემით, არაფერი არაა გაკეთებული. მეორე არის ჩემი მანქანა Prado სტანდარტული დაკიდების სისტემით, თუმცა დალიფტური 5 სანტიმეტრით. მესამე არის Nikas Runner Airbus დაკიდების სისტემით და უკან Dobinson-ის ამორტიზატორებით. და მეოთხე მანქანა არის Kartos 470, რომელიც უკანა ფონზეა, Eibach-ის დაკიდების სისტემით და უკან Airbus პრუჟინებით. დავამატებ რომ ამას უკანა Dobinson-ი აქვს, ამის Airbus წავიდა Carlos-ას. ხო. ეხლა რა მიზანი გვაქვს დღეს? რა უნდა შევამოწმოთ ამ 4 მანქანით? ესე იგი, ძალიან გვაინტერესებს შევადაროთ KDS-ი რაც უყენია 460. ეს არის შრალი ამორტიზატორის გიდრაულიკური მართვა, რომელიც ტრასაზე დახისტების დროს ახისტებს ტრასაზე და გადახრები ნაკლები აქვს და ნელისტრის რეჟიმში ათავისუფლებს. ანუ დაყენებული ჩახსნა ეგორი მოუდი აქვს როგორც ხსნიან თვითონ და სტანდარტულად არის უკვე ლინკები დაკავშირებული მუდმივად. იმის თქმა მინდოდა რომ ამ მოდელებზე სტანდარტულია, ანუ ყველა 460-ს, Prado-ებს. ოპშნალია, ოღონდ მაღალ კომპლექტაციას მოყვება, მეხუთე თაობასაც ეგრეა და JX-ზე მოყვება სპორტებს. ამ შემთხვევაში მხოლოდ AS ვაჟ ბატონი აღჭურვა. ხო. რაც შეიძლება შევადაროთ და რაც ცნობილია რომ არის რომ ათავისუფლებს წინა მხარეს ბევრად მეტად ვიდრე UKDS-SO ვერსიებზე და ბევრად სტაბილურად უნდა იყოს კუზაო დიაგონალებზე გადასვლის დროს. შესაბამისად, ეხლა გადავინაცვლებთ ჩვენ ცნობილ დიაგონალებზე, სადაც გავტესტეთ, არ ვიცი ყველაფერი და კიდევ ვაგზელებთ მან ტესტაობას და ვნახავთ როგორი სვლები აქვს ADS-იან 460 და დანარჩენ მანქანებს და შევადარებთ ერთმანეთს და მე მოგახსენებთ ჩვენ შტაბეჭდილებებს, რა შტაბეჭდილებები დაგვჭირდა. საინტერესო, წავედით. წავედით მარგეს მანქანაზე რომ დავჯექი. ამას მეორები არა აქ. შემხედე ფეხებს, ესე როგორ უნდა ვატარო მანქანა. ვინ არის გძელი? სკამი არ ამირიო ბიჭო, სკამს შეეხები და წითელი აგენტი. მიწიე თუ გინდა. კაი, გეხოწები ახლა მეორე თე გაღართვა. მიწიე სკამ თუ მე გამოვწევ. კაი, ესე იგი პირველი ასვლა იქნება Prado 150 სტანდარტული დაკიდება და ლიფტი არის მხოლოდ გაკეთებული 5 სანტიმეტრიანი. გთავთ ყველაფერს რაც გვაქვს. ამ მანქანაზე გვაქვს მხოლოდ ცენტრალური ხიდის ბლოკირება და დამადავლებელი გადაცემა. აუცილებლად ტესტავთ ეგრე, ამას გადავიჭერე ხა მეც. შეგიძლია აქ ჩართო ეგენი. ამას დავხურავ და შუშა ჩამოვწი. და ჩართე ყველაფერი. ცენტრი დავბლოკოთ. ნეიტრალში გადმოიტანე. იმას დამადავლებელი ჩაურთო. всё? დიახ. და გაუყევი შენ როგორი ტრაექტორიისა ცვლი, რომ მე ყველა მანქანით ისე ახვიდე. აი, წინ ვარ სამოდი ყოფა გზა შენ ის მხარი მე გეტყვი, აი სუპილ და პილ ნახ. სუპილ. აბა, ეს სტაბილურია და ჩება. ზალაიჭი. თან ნახე, ეთოთი. თან ცოტა. მიუხედავად იმისა, რომ ტესტისთვის არაშესაფარი საბურავები გვიყენია, ეხლა მნიშვნელოვანი არა, ხო. დიდად ზანტის საბურავები. აი ეს ახლა პირდაპირ როგორც წახვალები. აი შენ როგორც კი აირჩი, ანუ თავარი არის, რომ აი ამ ტრაექტორიაზე ახვიდე. ხო? აქედან? იბატო. როგორც კი. უბრალოდ დეშია. რა უნდა ქართლოსი მოგდეს? არ წავიდე? თვითკინა. ქართლოს თვითკინა. კაი, ესე იგი აქეთ ტრაექტორიიდან ავალთ სამივე მანქანა. კი ბატონო, და ვნახოთ მიზანი არის რომ შევამოწმოთ გაშლები. რომელი მანქანას უფრო რამდენად მეტი გაშლა იქნება და ჩვენ მაგას ვერ ხვდებით კიდე. ეხლა ჩვენ ვერ ხვდებით, მაგრამ გარეთ რო იდებენ, იმითი მივხვდებით მორის პირველ ჯამში. მოდი ჩვენ შეიძლება შეგრძნების ზონაზე გადმოგცეთ რაღაც. აი ვიცი, ხა ჩემთვის შეგრძნების ზონაზე და ნორმალურად ხარ. ერთი რა გითხრა, მე სულები სადაც არ ყოფნას, მუშაობთ ელექტრონიკა. გადმოვინაცვეთ 460-ში. ამ მანქანაზე აკომ პირველად უნდა ჩართოს ხიდები და დამადავლებელი გადაცემა. ჯერ თაზა. აბა მიდი. აი ღილაგზია ცენტრი. რას მევაჭიროთ? აი აქ ღილაკი ცოტა ისე. ცენტრი დაიბლოკა ისე რომ ხმაც არ ქონია აქ.
და ლო დამადავლებელი გადაცემა ჩართულია. ამ მანქანასაც მეტი არაფერი არ აქვს, შესაბამისად ვერაფერს ვერ ვთავთ. წავით. ხო, ამ მანქანაზე შესაძლებელია რომ დამატებით დაყენდეს multi-terrain select-ი, რომელიც რაღაცა კონკრეტულ მოდელს მოყვებოდა ხოლმე და ოფცია იყო და შეგიძლია აირჩიო, რის შემდეგაც უკვე შეგიძლია რაღაცა სხვადასხვა terrain-ის მიხედვით აარჩიო და იმის მიხედვით მუშაობს. ახლა შენ მანქანაზე თამათ მიდიოდი რა? აქ უკვე ნელ-ნელა ისე ხარ, ხო? ორი დაუბრუნე. ხო, ეგ არ ვიცი. ამიტომ ზიხარ შენ. წინ არ ვიცი რა ხდება, ვერ ხედავ რა. თუ რაღაცა ნიკუნა დაგვიძახებს, აგერ ჩაუწერი ხამე და გავაფრთხილებ რომ დაგვიძახოს რომ არ გავუჭო. უნდა გაიარო იგივე ტრაექტორით, როგორც გამატარე მე. და დაახლოებით იგივე სიჩქარით, როგორც გამატარე მე, რომ ესე გადაუხვი ახლა მაქვს. ხო, არ ვიცი, სადაც გადაუხვი, გადაუხვი. დავიდეთ? მოგცა დამბრუკო. ნიკოლაუს, სადმე თუ შეატყერო ვედებით გითხარი, ხო? ხო, გაატკაცუნა. ნუ ეხა აქ გამოჩნდა რომ დიაგონალი აიკიდა და ტრექშენი ისევ ჩაირთო და გავაგრძელა. სიარული, გარედან იქნება კადრები ხა რამდენად კარგად იშლება საფროვი არ ნაკლებად იშლება. სალონში ახლის. სალონში უფრო სტაბილურად მიდის. თითქოს ეგეც შეგრძნება. სტაბილურობა არის იმით რომ წინა მხარე უფრო მეტად თავისუფლდება და ეგაზრებს მას თოვებს მე როგორც ხო. აი სამოდე დაეცვალე და უკან წამოდი. აი, ვინაიდან შენ მანქანაზე ბევრი რაღაცეები გაქვს, მათ შორის უკან ახიძის დოკუმენტები ქროული და შენ მაგებს არაფერს არ გამოიყენებთ და წავალთ სტანდარტულ რეჟიმში. ჩავთავთ წინახიც, ამაზე წინახიც უნდა ჩავხოთ. ცენტრალ გამონაცილებას დავბლოკავთ და არა ხიდს. დია. და დამადავლებელი გადაცემას ჩავხოთ. იგივე პირობებში რო წავიდეთ. ეს იმასია. ეს ხო, მუჟსკია. და ის ცენტრალური ხიდის ბლოკირების თალკი ღილაკი არ გვაქვს, ჩაირთო. აქვე აღნიშნეთ რომ უკვე ძალიან ხის და იგზნობა შეიძლება. კი, მაგრამ ეს ციმციმებს ჯერ რაღაცა არ ჩაირთო. რო დაძრავთ ეგ არის ამდა. სიჩქარეში მოჩააგდა და ეგ არისო. აბა ეხლა შევხედოთ JX-ის მე რანე როგორი ბიჭი. კი, წადი. ეს არა უშავს ეს. ერთი კითხვა გეიტრეკი უნდა ჩავხოთ. ხო, პირიქით მუშაობს. მივაჭი. არა უშავს ვიდეოში ხო იწერება. ანუ ამ მანქანაზე ტრექშენი, როდესაც ჩართოთ დამადავლებელი გადაცემას ითიშება და ხელით უნდა ჩართოთ ვინაიდან ესეთი სისტემა აქვს. ეხლა მივალთ იგივე ადგილას, გავჩერდებით და მერე გადავალთ უკვე შემდეგ დაბრკოლებაზე როგორც გავიდეთ. გადაუხვიე იგივე ტრაექტორიით მოწავიდე. არის ნაკლებობა სამხეში გაგრძელდა ერანერად იქნებ ამაზე. საინტერესო. ამაზე ბევრად უფრო ხისტად გადავიდა და ბევრად უფრო მეტი დაჭიდა ტრექშენს მუშაობა. ხო და სულები ამას. ხო, ხდება. ნიკოლაუს რა? ტრეკი ჩავრთეთ გაითვალისწინეთ. ხო. მეგონი მარგე. მე ვიტყოდი რომ ახალი კლუბის ფანებს ინტერესს. ხო, ფორანერების ფანებს გადავიდე. მე ვიტყოდი რომ ყველაზე მეტად ახლა ამას გაუჭირდა. მე ვიტყოდი რომ პირველზე იქნება JX-ი. საყოყმანოდ არ არის საქმე, ანუ აშკარად იგზნობოდა JX-ი, ხო, JX-ი, ხო, სულთათავი. აი, მე განჩენ მე გავხდები ტემპერატურაში. და მოვკილა ყველა. 400 მარგეს ყოფილი მანქანა. ახლა ამჟამად მესიამოვნა. აი, ეხლა ნაგუგუნები აქვს. ხო. ღვთავ დამადავლებელი გადაცემას და ცენტრალური ხიდის ბლოკირებას, იმიტომ რომ მეტი ამაზე არაფერი არ აქვს. კაი, დავიდით. ნახოთ ერთი რას იზავს 470. რა 460. ხო. შეგახსენებთ რომ ამაზე დგას ეიბახის დაკიდების სისტემა, უკან არის ARB-ის ზამბარებზე და არ ვიცი, აი რომ მივალთ იქ მე გამოჩნდება როგორი სულები აქვს ან არა. სულები ხო, ამას შეიძლება არა, სულებში მე ვფიქრობ დიდად ცხოვრება არ უნდა იყოს. აი აბა გააჩერე. არ არის დიდად სულებზე. ხო, ნაკილი, ეს იმას. კი, მაშინ ანუ ნორმალური სულები ქონა. გამოვიდეთ? აი, გავედით, ეხლა გადავალთ უკვე იმ ტრაექტორიით როგორც ვიარეთ და ნახოთ აბა რა სწავს. ამას ყველაზე სუსტი ტრექშენი უნდა ქონდეს წესით. ანუ წასვლის პრინციპი ერთა იგივეა. ანუ წინასაბრალების რომინო არ წავიდეთ უბრალოდ. აი აბა. და ამის ტრექშენი საკმაოდ ნორმალურად მუშაობს შეიძლება იყოს. ან დასკვნა შემიძლია ის გავაკეთო, რომ სტანდარტულმა მანქანებმა უფრო კარგად ამოიარეს, ვიდრე ამ დაკიდებაშად სულმა მანქანებმა.
მოკლედ, ვინაიდან შედეგები რაღაცა არ მოგვეწონა სათანადოდ, ანუ სიმწერია ინფორმაციის. ვერ მივიღეთ ის შედეგები, რომ კარგად გავუშალოთ ცვლები და შემდეგ უნდა გადავიდეთ უფრო რთულ მიმართულებაზე და ეხლა წავალთ საპირისპირო მიმართულებით, ანუ JX-ით დავიწყებთ 470 და გავუყვებით მერე იგივე მანქანას. წავედით. ავალ ეხლა ვწდი, მერე წავედ ჩემ მანქანით. წავედ. მიდი. იქ რომ მიხვალ ბოლოს გავუჩერე, რომ გავალ დაგელოდე. აბა მარგე საინტერესოა ხა რას ხო? ეს არის ბევრად უფრო რთული დიაგონალი. აი ესე ავიდე პირველ. რავი, შენ როგორც გადაწყვეტ. ოღონდ თავარია რომ ერთ და იგივე ტრაექტორიები თაქვი და რა ვიცი, ჩემ მანქანაზე მივაყენო. ხო, აი, ამიტომ ჯობია მე მგონი აი ხა როგორც ვიდი ხარ ესე და მე იქ აღარ ვიცი. მოდი დავუშვი. აი, ეხლა მოვადექით უკვე ამ დიაგონალებს და წავალთ ესე ერთ და იგივე ტრაექტორიები. თუ აკოს მანქანა აღვი რა მოვიდა და უწევ უბრალოდ წინიდან თეფლისა და ხო, ვიყავ ნახეთ, ვიყავ თუ სად მოედება, გავჩერდებით და უკან ჩო. აი, ეხლა ხედავთ უკვე ბოლომდე გაშლიძე რამდენად რთული დასასვლელია. ეს საკმაოდ რთული დიაგონალებია. მიდი ახლა. მე განიხარ. ეს უნდა გაიარო ეს ყველა მანქანა. ხო. აქეთ გადმოსვლას მე მგონი აღარ აქვს აზრი ხო ეს არა, ეგრე უნდა ვახიდე და ნორმალურია. ანუ ესე კარგად ამოვედი მე მგონი იქეთ ჩასვლას აზრი აღარ აქვს. კი. ეხლა აი იმ რაღაცეების მე არ მჯერა რა. არა, ჯერ ერთია, მაგრამ თუ ადარებთ ერთნაირი თუ რა შევადაროთ ეხლა. ცენტრალური გამონაწილებელი დაბლოკო და დამადავლებელი. დადაბლება ჩართულია, ხიდი დაბლოკილია და A-track ჩართულია. ხიდი არ არის დაბლოკი. კი ბატონო, ხიდია. არა, როგორც ჩვენზეა ისე რა. კი. ხო, ერთ-ერთი A-track-ია ჩართული დამატებითად, აი ვაჩვენოთ. აი ეს ღილაკი. ხო, ანუ დამატებითად ჩართული კი არის ამ მანქანაზე უბრალოდ ვთქვათ, რომ ამ პრინციპით. ხო, traction-ი არაა ჩართული, თუ არ ჩართოთ. აი, ეხლა. თუ გინდა რომ არ იმუშაოს, უნდა გაუთიშო პირიქით, აქ უნდა ჩართო. კი ბატონო. წავედით, რომ აღარ დავკარგოთ დრო. აი, მივიდივართ იგივე ტრაექტორიით. ჩართული გვაქვს ისინი რაც ხონდა ჩართული და ნახოთ აბა რა სიტყვა. ჩასავარდნია. კი და მივაყენოთ ეგრე. ეგრევე ჩავარდნით ჩიგნი. და სატერფოს დავაფიქსირებ გვერდზემდებით, აი ესე რომ იყოს ერთნაირად. ხო. ნახეთ, ცოტა ტრაექტორია შეცვლა. თვითონ იმას გააკეთა. ეხლა აქ წესი ცხვირს აგვიგდებს. აი, ზუსტად იგივე იყო JX-იც. მაგრამ traction-ი თითქოს ეხლა ამ მომენტში ამაზე უფრო კარგად მუშაობს ვიდრე 470-ზე. თითქოს. უფრო ნაკლები ფრახთრახი დაჭირდა თითქოს. ეს ხმები დამახასიათებელია, მაგაზე არ ნები. ხო, ნუ ეგა 100+-ში გადის 100+. ეგ არის რაც არის. ყველას ერთია. დავაკეთეთ იგივე რეჟიმში მივდივართ. ნუ დამადავლებელი ცენტრის გამონაწილებელია დაბლოკილი. საინტერესოა, ანუ სტოკი მანქანა შეძლებს თუ არა მაგ დიაგონალებზე ისე ასვლას, რომ ავიდეს. ხო, ანუ ასვლა რა ჩვენ გვაინტერესებს, რომ არ გავაფუჭო წინა ბამპერი. და გვერდითა ფეხის წადებები. ხო, რა ვიცი. ნუ წავედით. აუგდები და მიდი. წავედით, ახლა იქ გავჩერდებით ჩვენ შესაბამის გასაჩერებელ ადგილას და დავიძვირებით. ახლა ჩვენ უფრო რთული დავალება გვაქვს, ამ დავალებებზე უნდა გავაჩერო ხოლმე. ხო, იმიტომ რომ მანქანამ ძალიან დიდი. ხო, ვიცხა რა ვადებ თუ არა თუ ვიცხა. ხო, მაგას დაუძახენ ხარ. მიტყვი? ბიჭო, სადმე თუ წამოვედეთ, გითხარით რა? აქედან ვერ ავგზნობთ. იგივე ტრაექტორიით მივდივართ. მიზანი არის რომ ნელა-ნელა ავიდეთ, რომ მანქანა არ დავაზიანოთ. ანუ სპილები გამოუშვა. ახლა ყველა ძალიან გაუწევდა გადასვლა. ნელა ძალიან გავხანო, აქ ცოტა ის არის. აქ ისე იმას გაიკეთებს ახლა. ცოტა გადახტეს. ცა. გადავიდეთ. მივდივართ რა გინდა? ამოსვლა მარტივად ჩიქე. მარტივად რა ამოვიდა. ისე რომ არაფერს არ წამოვედი. თუმცა traction-ი ამასაც საკმარისად დაჭირდა. მაგას ვუყო. დასტრუნიკა. ბოლოს დასკვნას შენ ჩაწერო, გარედან უყურავდი მაგ შენ ხარ დამკვირვებელი გარედან. კამერას უყურებდი. მაგრამ არ ვიცი, მაინც უნდა ილაპარაკო, უნდა ილაპარაკო. ყველამ ჩვენ ვთქვა. შენ ხარ დამოუკიდებელი დამკვირვებელი. ქართოსაც არ ვაკეთებ. აი, აქ რა ხდება, აბა ეხლა. ნუ აქ ამართულად ხო. რა ჩემთან. კარგი ისა აქ რო ფარების ჩართვა არ შეგვაწყვეს, იმიტომ რომ ავტოზე არ აქვს და გამორთულია და არ ჩაირთვება და კამერას არ მიანათებს. ხო, ეგ არის. აი, ავტიგები და ეხლა მე. მიდი.
ამან რამე არ არის ეს. დაიწყო. წავედით. წავედით. ეკო ჩაგო. ეკო გვა. თქვენ ეკო არის. ჩვენ ეკო არ გვჭირდება, ან გინდა არ თქვა. ეხა იქამდე მიხვალ და გაჩერდები და წავალთ იგივე ტრაექტორით. ამაზე საფრთხე არ აქვს არაფერს წამოვარდყოთ, ან რო წამოვარდყოთ, მაინც არ ეთკინება, ასე რომ ბოლომდე ბაბან. წავედით, ეხა იგივე ტრაექტორიებით, ეხა მე ვნერვიულობ, წეგან შეხონერვილობ, კენი მანქანით ვიყავ, ეხა მე ვნერვიულობ. ეს ხუდი პრადო არ შემარცხნევ, პრადო. მიდი მე გასა. ბიჭო, აი მოდი ახლა ერთ რაღაცას ვიქცე. არ საცახად ყველაზე სულად ეს მინდა. არა. მოდი მე ვიტყვი რამე არ ვწდობ გას მოუმატო. ერთი პენსი ჩიჩქრებს. ნუ შეგრძნების ზონაზე შემიძლია თქვა რომ ყველაზე სულად არის. შიგნიდან მე რასაც ვთქვი. არა უშუალოდ. და ერთისა მე არ მაქვს გამოცდილება ამ ფექშენებზე. უნდა მოუმატო? მომატება უფრო შველის ხოლმე კიდე. ეხლა მე მგონი აზი აღარ აქვს. რო დამცინა. ნუ ფაქტია. მაგას მე ნიკულა იტყვის. ესე იგი, კადრები რაც ვნახეთ, მოდი მიახსნი როგორი სტილით ავდიოდი. რატო ვეხუტებოდა იცი? გამხნევება ჭირდებოდა, იმიტომ სახარბიორი შეჯიბრის შედეგები არ დადო. ხო, ანუ ავდიოდი მაქსიმალურად ვცდილობდი რომ ერთნაირი ტემპით მევლო, ანუ აი რო ხვდებოდი რომ ტრექშენი იწყებდა მუშაობას, აქსელერაციას აღარ ვაწვევდი. ანუ სტანდარტულად ფეხი მქონდა დაფიქსირებული და ერთ ტემპში მუშაობდა სტაბილურად, ანუ აი გაზის მომატება, დაკლება ეგენი ვცდილობდი. მოდი ახლა ძალიან იმაში რომ არ გადაგვივიდეს, სამ ნაწილად დავუყოთ, სამ ნაწილად კი არა, ორ ნაწილად დავუყოთ. ორი სხვადასხვა ტრაექტორიები. ჯერ შევაფასოთ პირველი ტრაექტორია სამივემ, მერე შევაფასოთ მეორე ტრაექტორია სამივემ და ჩამოვთვალოთ ჩვენი შეხედულებით, რომელ მანქანა უფრო კარგად გაიარა. პირველ ტრაექტორიაზე 460 რაც ვიარეთ, მე მგონი რომ ყველაზე მარტივად ავიდა და სალონში ნაკლებად იგრძნობოდა გადმოქანება მთლიანად. შენ როგორ ფიქრობ? მეც დავეთანხმები რომ ჩემი აზრით პირველ ტრაექტორიაზე 460-მა ყველაზე კარგად აიარა და კომფორტულად. სხვათა შორის ხო გარედან, ეხა მე შეგინთან არ ვიცი, მეც მერე ვნახავ ვიდეოში, მაგრამ გარედან პირველ ტრაექტორიაში 460-მა ძალიან თამბეჭდავად აიარა, იმიტომ რომ ქარხნულ დაკიდებაზე თან ვფიქრობდით არ მოედოს რაღაცა, მაგრამ ისე მარტივად გადალახა, ანუ ელექტრონიკაც კარგად მუშაობა, მოწიდება, ხო, ზედმეტი არ კარგად აინავარდა. ხო რა, მართლა პირველი ადგილი. ტრაექტორიის პირველი ადგილი 460. მერე ალბათ შენი მანქანა. ალბათ არა, შენი მანქანა იყო. მეც ეგრე მგონია, არ ვიცი ნიკა დაგვეთანხმება თუ არა. თუ კი, ჩემი მანქანა მაგალითად მან არ მომეწონა, იმიტომ რომ აი მეორე, მესამე ადგილს მაგათ შორის გავიყოფდი და არა. ბოდიშიკა. არა? არა. ჩვენი მოსაზრებით მესამე ადგილზე პირველ ტრაექტორიაზე გავიდა 470. მაგრამ შენმა მანქანა ყველაზე მეტი იბრძოლა. ასაღნიშნი ის არის, რომ კუზაოს გადმოწევები უკვე იგრძნობოდა, კადესები არ აკეთებდა. ხო, ანუ დანარჩენ მანქანებში იგრძნობოდა. ჩემი აზრით პირველ ტრაექტორიაზე მესამეზე გავიდა ქართლოსის მანქანა, არ ვიცი რა სიტყვი. მესამეზე გავიდა ქართლოსის მანქანა და მეოთხეზე ნიკას. ხო. არა და საინტერესო იცი რა არის, რომ ამ სამივე თაობას ერთ და იგივე ტრექშენ სისტემა უყენია, მე როგორც ვიცი. ეიტრეკ ორია თუ რაღაც. ნუ ალბათ შეიძლება საბურავები დაკიდება რაღაცა ეგ მოქმედება. ამ შემთხვევაში ამ რეალობაში ვადარებთ, რაც ვნახეთ. ნიკა, ეგრე გადანაწილდა. ანუ პირველი ტრაექტორია რო შევაჯამოთ, აქ ვილაპარაკებ. პირველი ადგილი აკოს მანქანა, მეორე ადგილი პრადო, მესამე ადგილი ქართლოსის მანქანა და მეოთხე ადგილზე ნიკას მანქანა. ეხლა გადავიდეთ მეორე ტრაექტორიას. უფრო ტრაექტორიას. და გავუყვეთ ისევ იგივენაირად, შენი მანქანით დავიწყოთ. ჩემი მანქანით პირველი გვეშინოდა რომ არ წამოგვედო რამე. კი, და მინუსკულები მქონდა გამზადებული რომ ეგრევე ლაც. ხო. მაგრამ არ წამოედო. მაგრამ პირველი ტრაქტორიდან განსხვავებით უფრო მეტად დაჭირდა მუშაობა. კი. მე მესამე ადგილს მივცემდი შენ მანქანას. ხო, ალბათ. მეც ეგრე, იმიტომ რომ ეგ იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ თავიდან ვიდეო განზრახული იყო, რომ მხოლოდ პირველი მონაკოის უნდა მორჩენილიყო, მაგრამ რაღაც არ მოგვეწონა. დავამატეთ. ხო და აი მაგან გამოიწვია ეგ რომ აი მან რაღაცა ვერა. მან მე მგონი უკვე დაკიდებაზე გაქვს ჯიგარო სამუშაო. ქარხნული დაკიდება ვეღარ კადეს ეს კარგია, მაგრამ აი ქარხნული დაკიდება უკვე ვეღარ ქაჩავს.
თუმცა არ ვიცი, ეგაც საერთაა. მაგრამ უცნაურია, ხო რატო ჭირდება ან წინა იმაზე, ან იმას მეტად, ან ამას ნაკლებად მუშაობა, ხო. მე გეტყვი რატო ვერ ქაჩავს ქარხნული დაკიდება. შემდეგ მანქანაც დაკიდებაზე არა, ტრექშენზე გასაუბარი. მეოთხე ადგილს ალბათ მივცემდი ჩემს მეოთხეს არა, ბოლოს. ბოლოს, რომელი არ ვიცი, როგორ ბოლოს ვიტყვი, მეოთხე ადგილს მივცემდი ჩემს ხო, აი ეგეც გასაკვირია, რატო დაჭირდა? ამაზე ბევრი აღარ ვიდი, ლაპარაკი გადავიდეთ შემდეგ მანქანაზე. ხო და აი მანდაც ქარხნული დაკიდება იყო და მე მაგიტო ვავლეთ პარალელს, რომ ტრექშენი კი შეიძლება კარგად მუშაობს, მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება ან არასაკმარისი გაშლა იყო. აი გარედან რო უყურებდი, მანდ იგზნობოდა, ეხა ის რაც ვახსენეთ, რომ წინასვლა უფრო. ხო და ვერ ეჭიდებას სავარაუდოდ. ანუ ტრექშენი კი მუშაობს, მაგრამ საკმარის მოჭიდებას გაშლის გამო მე ესე ვფიქრობ, რომ ვერ უზრუნველყოფდა. ნუ საბურავის ფაქტორიც არის, მაგრამ ნუ თქვენც არა გაქვთ. ამას დიდი საბურავი უყენია პირიქით. ხო. ხო და აი მე უკვე დაკიდებაზე. აი ხა მანდ უნდა ქონდა ყველაზე მეტად ქართლოსაზე და თითქოს გამოჩნდა კიდეც იმ საბურავებზე. ხო, თუმცა ქართლოს მანქანა უფრო კარგად გაიარა თუ ამის მარანერმა, მე მაგაში ბოლომდე ვერ ნუ ჩამოყავ. შენ გაიარა ამ ეტაპზე. ფოტოშორის ნიკალამა ოდნავ ლაითი ტრაექტორით ატარებს ფოტოშორის. მოიცოთ. გადაგვიხადა ძმაო ფულიდან ხა, რა ვიცი. როგორც გადაიხდით ისე არის. ქართლოსი და ლაითი ტრაექტორი ჩავაჭყავ. არ ვიცი ვიდეოში გამოჩნდება. კი ბატონო, არ ვიცი, შენ რას ხარ ქართლოს მანქანის და ნიკას მანქანის შეფასებას. მოდი მესამეზე და მეოთხე ადგილზე შევთანხმდით, მესამეზე შენი მანქანა, მეოთხეზე ჩემი, პირველი მეორე ადგილი უნდა გავანაწილოს რამენაირად. ნიკალაუს ქართლოსა ფურს თუ გადამიხდის, მე ყველაფერზე ვარ წამოსული. ნიკალაუსის მანქანა პირველი გზიდან განსხვავებით, უფრო თავდაჯერებულად. ბევრად კარგად ავიდა, სათქმელია კი. მაგრამ რავი, ეგრე დიდად ხას ვერ გავუსვენ, ორივეზე დაჭირდა მუშაობა. ხო. არ მოვა, ეხლა მართლა ვარ ვიხსენე. ანუ ეგეთი ხაზგასმითი უპირატესობა დაახლოებით ან თანაბრად იარეს ნიკას მანქანამ და მეგობრობამ გაიმარჯვა. ქართლოს მანქანამ თითქოს არ ვიცი, შენ რა სიტყვი? ბოჭო, მე ხა მიუხედავად იმისა, ჩემი მანქანა ძალიან მიყვარს, ვიტყვი რეალურად ობიექტური რო ვიყო, აი პლუს მინუს მართლა ერთნაირი იყო, ვერ გამოარჩევ. ანუ ორივე საკმაოდ თავდაჯერებული. ანუ ნახე წინაზე თუ რაღაცა მეტნაკლებად თანაბარი იყო და უფრო მარტივი იყო, აქ აი ძალიან დიდი განსხვავება გამოიწვია. მესამე ათხელი და პირველი მეორე, მაგრამ პირველი მეორე თანაბარი იყო, მესამე ოთხეს მეტნაკლებად თანაბარი იყო და ხო რა, დაახლოებით თანაბარი, მაგრამ რომს მე საერთო ჯამში ნუ ქართლოსი და მოდი ახლა ისიც აღვნიშნოთ, რომ შენ მანქანას უპირატესობა აქვს ის, რომ შეგიძლია ჩაგერთო უკანა ხიდის ხისტი ბლოკირება. ბლოკირება კროულ რეჟიმები არ გაგვიწყდება. კროულ რეჟიმი, აი ეგეთ შემთხვევაში, აი მაგ ტესტისთვის კროულ რეჟიმი რო ჩაგვერთო, რაც არ ჩავრთეთ და შეიძლება მე კიდე გადავიღოთ ერთი კონდეს. აი მანდ აი ძალიან სტაბილურად აივლიდა, მაგრამ ნუ მუღამი არა აქვს რა. ძირითადი პრინციპში მე მგონი ძირითადი სათქმელი ვთქვით და დავამატებ უცბად ერთს, რომ მე არ მეგონა რომ არ წამოვდებდი არაფერს. მაგრამ არ წამოვდა. ნუ это не точно. არ წამოვდია. ამაზე წამოვდა. თქვენი მოსაზრებები და თქვენი შეფასებები გაგვიზიარეთ. ასევე მადლობა ხალხს, რომელიც მოგვესალმა გზად, ბოდიშ თუ ვინმეს ვერ მოგესალმეთ, ყველას გესალმებით. სადიღე ბიჭო, და აქ მოატრიალებ ბიჭო. ნაგავი გადაიღე. ჯერ სასწავლებელია. და ისიც დამწყებია. გამოიწერეთ აუცილებლად არხი, დაალაიქეთ და დააკომენტარეთ თქვენი აზრები ემთხვევა თუ არა ჩვენ შეფასებებს. აბა დროებით.